სოციალური ქსელით მე ვინც მიცნობს, უმეტესობამ ჩემი სახელი და გვარი არ იცის. იმიტომ რომ სოციალური ქსელების სახელი და გვარით არ მაქვს აღნიშნული. კანა ვინმეს მემალები ან სახელი და გვარს მალავ. უბრალოდ არ მაქვს რა. და ვინც არ იცის მოკლედ, ჩემი სახელი და გვარი, მე ვარ ლაშა სანიგიძე. ახლა ასე საჯაროდ და ხაზგასმით რატომ ამბობ ჩემ სახელს და გვარს. ცოტა ხანს ამ 45 წამიან ვიდეოს უყურეთ და მერე მიუბრუნდები. მაგრამ აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად მე პირადად არ მოველოდი. სრული პასუხისგებლობით ვაცხადე. არც ბოლშევიკების და არც ფაშისტების რეპრესიული მანქანა ამას არ ითვალისწინებდა. იქ ადამიანებს კრემატორიუმებში კლავდნენ, წინბირში ყინავდნენ, მაგრამ ამას ისენიც კი არ შეგვიძლია. მე მაინტერესებს დღეის ამას იქეთ, ვინ ჩაიცმევს 5 ნომრით მაისურს და დღეის ამას იქეთ მაინტერესებს ვინ მიცემს ნაცმოძრაობას ხმას. ყველანი ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა. Meanwhile პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ასევე თავიდან თავისუფლებას უსურვებ ყველა პოლიტპატიმარს. დღეს საბასკვიტარის პროცესი იყო, რომელიც არის ნათელი მაგალითი, ერთ-ერთი ალბათ სისტემა იშვიათად ესე ადამიანს დევნიდეს. ახლა საიტაც მიუყავს ეგლაპარაკი დაახლოებით ხვდებით ალბათ. მოკლედ ვიდეოს ის პირველი ნაწილი, სადაც გუბას სანიგიძე ლაპარაკობს, აზრობრივად გაიგეთ, ხო, რას ამბობდა ის კაცი. და მეორე ნაწილი, სადაც შვილი ლაპარაკობს, იქ საუბარი არაფერი საინტერესო არ არის, იქ უბრალოდ მომენტი დავიჭირე, კადრი დავიჭირე, თუ რას ლაპარაკობს, ახლა დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ შეგიძლიათ არც მოусმინოთ იმას, უბრალოდ ნახეთ კადრი რა და გადაღებული არის მთავარი არხი რო აშუქებდა ტელევიზორში, მაშინდელია თუ დააგვიდით. ძველია რა, ძველი კადრია, ჯერ კიდევ რომ არსებობდა მთავარი არხი. და მაშინ გადავიღე, იმიტომ რომ მაშინ შევამჩნიე ეს ბავშვის ამ ლევან სანიგიძის რაღაცა განსაკუთრებული როლი აი ამ რა ქვია ოპოზიცია არც არის, მაგრამ დავარქოთ ოპოზიცია, აი მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ადამიანს. მაშინელი გადაღებული ოღონდ მე დამეზარა რაღაცა იქ დამონტაჟება ვიდეოს გადაღება და მოკლედ დარჩა და ახლა ამოვქეკეთ ძველ გადაღებულებში და ნუ ახლა გადავიღე მოკლედ ვიდეო. ახლა რა შევამჩნიე, ანუ ჯერ კიდევ მაშინ. აი ეს ბავშვი რა, აი რაში შევამჩნიე. ეს ბავშვი ეს ლევან სანიგიძე უბრალოდ განათლებული კი არ არის. განათლებული ხო არის. აი რაღაცნაირად აი გადამეტებულად ჭკვიანი ბავშვია რა. აი ეს ჟურნალისტები რო არიან. ეგენი ჟურნალისტები ხო დღეს საქართველოს ჟურნალისტები ხო არ არსებობს, მაგრამ თავის რესპონდენტებს, რომელსაც ეთანხმებიან, რომ პისში რო ეჩქრებიან, ლაპარაკს რო არ აცლიან. ანუ განაკამათობენ უბრალოდ საუბარს არ აცლიან თავის რესპონდენტებს. აი ამ ბავშვს ყავს დამუნჯებული. ანუ თემებს ისე ულაგებს არგუმენტირებულად, მინდა რასაც ქვია აჯვამს რა. ნუ თავის სასარგებლოდ, მაგრამ ანუ ხმას ვერ იღებენ ამ ბავშვთან. ისი არგუმენტირებულად, ანუ რატომ ამბობ, მარტო განათლებული კი არ არის. აი უაღრესად ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვია. აი ეს ლევან სანიგიძე ახლა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ერთი გვარის ვარ, ნათესავები არ ვართ. მე და ეგ ხალხი ნათესავები არ ვართ, მაგრამ ახლა ერთი გვარი ხო და წესით უნდა მიამაყებოდეს, ხო? და ახლა მიამაყება კიდეს ახლა შენი გვარის კაცი რო ჭკვიანია, ბაზარი არა, მაგას აჯობია, მაგრამ დათათუაშიაში ვარის, აი ეს დედა სიდონია რო ეუბნება დადას. უნიჭობაზე მეტი საშიში ნიჭიერება თუ მაგას ის არ ახლავსო სიკეთეოდ რაღაცა მოკლედ ის არ მახსოვს ზუსტად როგორ ეუბნება, მაგრამ უნიჭობაზე მეტი სახიფა თუ არის ნიჭიერება, როცა სიბოროტეს ემსახურება. და შეხედეთ ახლა რა ხდება. მამა რას ამბობს ცოტა ხნით ადრე. და მერე შვილისად არის და ახლა იმას ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ურთიერთშეთანხმებით არ მოხდა შვილის ნაცებში გაწევრიანება. და მამის თანხმობით არ მოხდა. აი წარმოიდგინეთ რა დონის უპრინციპო და უტიფარი ხალხია ამ კოლექტიურ ნაცნობმოძრაობაში გაწევრიანებული. ღმერთმა დაგვიფაროს. ეგ არ მოხდება, მაგრამ სიტყვაზე თეორიული შანსი დაუშვათ და ისევ დაბრუნდა ნაცნობმოძრაობა მართლობაში. აი ეს ბავშვი მოიაზრება, მე ჩემი სუბიექტური აზრია და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგათ ლიდერად. რავი, გინ პრემიერად, გინ პრეზიდენტად, მოკლედ შეიძლება ასაკი არ უწყობს ხელს, მაგრამ როცა იქნება რა. და წარმოიდგინეთ, სად დაერხა ქვეყანას და სად დაიღუპა ქვეყანა, აი ასეთები, აი ასეთი ნიჭიერი და ბოროტი ადამიანები რო იქნებიან მართლობაში. წარმოგიდგენიათ, აი სააკაშვილი მეც კი არაფერს არ აკეთებდა, ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით, რაღაცა ტესტირება ჩატარდა თურმე და ტიპმა, კონკრეტულმა ტიპმა აიღო 100 ქულა და სააკაშვილი დაინტერესდა პირადად რაღაცა პრეზიდენტის დონეზე გადასაწყვეტი თემა იყო. რა ის 100 ქულა აიღო? აბა ერთი ხელახლა ჩაატარეთ და ხელახლა გაატარეს ტიპი გამოსტაზე, ტესტირებაზე. და 98 ქულა იყო, ნუ 100 ქულა რაღაცა შეიძლება შეეშალა. და ეგრევე გააქანა და რეკა ერთ-ერთი სამინისტროს აპარატის უფროსად.
აი ასეთ ხალხს აგროვებდა სააკაშვილი, მაგრამ იმის არ იყოს როგორც თქვი, უნიჭობაზე მეტისაში ნიჭიერება როა. თუ სიბოროტეს ემსახურება ნიჭიერება, ხო დაიღუპა ის რის წინააღმდეგაც იქნება ეს ბოროტება, ხო? ხო და წარმოგიდგენიათ ახლა ეს ხალხი რომ მოვიდეს და ასეთი მსგავსი ადამიანები, ასეთი ნიჭიერი ხალხი ოღონდ ბოროტი ხალხი ქვეყნის სათავეში. ხო ამოძირკვეს საქართველოს და დაგუყეს და გაგონადგურეს. აი ამ ბოროტების იმან რა ქვია ბუდემ. როცა ლიდერებად ასეთები ყოლება. მე ახლა სანიგიზე ვარ მეთქი რო ვთქვი. წესით ხო უნდა მიხაროდეს მე რომ ახლა რაღაცა გამორჩენას ველოდე რაღაცა ზოგადად ცხოვრებიდან. ხო უნდა მიხაროდეს, ხო უნდა მაწყობდეს წესით ახლა შეიძლება ნათესავი არ არის, მაგრამ რაღაცაში გამორჩენი მაინც ახლა სანიგიზეა ხო ხტები რა. ღმერთმა დამიფაროს ამ მათგან მე რამეს ველოდებოდი კაცო. წესით ხო უნდა მიამაყებოდეს, მაგრამ ეს ხალხი არის სირცხვილი. ქვეყნის სიცხვილი ხო არის, მაგრამ ჩემი კონკრეტული გვარის სიცხვილიც არიან ეგენი. მერე რა ჭვიანი ხალხია. მერე რა რომ დიდი ლევან სანიგიზის შთამომავლები არიან. ალბათ რა ვიცი ბრუნავს ის კაცი საფლავში, რა გითხრათ, აბა. აი მოკლედ ეს დიდი ხნის წინმა გადაღებული, ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, აი ამ ბავშვის განსაკუთრებული მოცემულობა რა. ამას შეიძლება მე რეკლამას უკეთებ იმათ თვალში, მაგრამ მოკლედ ასია რა. აი ამ ხალხის, ასეთი ხალხის უნდა გვეშინოდეს რა. ამის თქმა მინდოდა დღეს.